კოლეგა გოდერძი შარაშია საავტორო ფილმი ნაზარის წერილები ნიუ-იორკის ონიროს ფილმ ევარს 2025-ის სამ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს შორის მოხვდა. გამარჯვებული ხვალ დღის ბოლოს დასახელდება ნაზარის წერილები 45 წუთიანი დოკუმენტური ფილმია და 1924 წელს დახვრეტილ 5 სასულიერო პირზე გვიყვება, მათ შორის ქუთათელ მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავაზე. ამ ფილმში ერთ-ერთი მთხრობელი ფილოსოფოსი ანა ქირია, რომელიც დღეს ჩვენი სტუმარია და ერთად ვისაუბრებთ ნაზარ ლეჟავას როლზე ქვეყნის ავტოკეფალიისა და დამოუკიდებლობის საკითხებში. მოგესალმებით ანა, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მოდით მანამდე გოდერძის ვკითხავ. გოდერძი, აქამდე იყო გადაღებული დოკუმენტური ფილმი ნაზარ ლეჟავაზე? სხვადასხვა სოციალურ ქსელებში საძიებო სისტემაში ნაზარ ლეჟავასთან მოძიებას თუ დაიწყებთ, ნახავთ რამდენიმე მოკლემეტრაჟიან სიუჟეტსაც ფილმიც არსებობს, თუმცა დოკუმენტური ფილმი, ასე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, განსაკუთრებით სადაც ფაქტები დაზუსტებულია, ვერ ნახავთ. და ამას რატო ვამბობ? ფილმის გადაღება მიმდინარეობდა 4 თვის განმავლობაში ვიღებდით მე და ოპერატორი გიორგი წოწენიძე ამ დოკუმენტურ ფილმს. იდეა წამოვიდა წმინდა ნაზარის ფონდიდან, რომელმაც ტელეკომპანია იმედს თხოვა იგ ამ პერსონაჟზე და ზოგადად ამ ფაქტზე ფილმი დოკუმენტური გადაღებული იყო და როცა მაკალომიძემ არხის დირექტორმა მთხოვა რომ ეგ გვეფიქრა, არსებობდა სულ 5 დახვრეტილ ადამიანზე 5 ფოტო. სიმართლე რომ გითხრათ, ამ გზაზე გავლის გადაწყვეტილება ძალიან ძიმეთ მივიღე, იმიტომ რომ გააკეთო დოკუმენტური ფილმი და არ კონდეს არანაირი მასალა, ცოტა რთულია. თუმცა მაინც დამაინტერესა და მადლობა არხს იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ მემუშავა ისეთ თემაზე, რომელიც მე ძალიან მაინტერესებს. 4 თვის განმავლობაში ვიღებდით, 2 თვე ვამონტაჟებდით, მაგრამ ფილმი ეს არის ფილმი, რომელიც მომდევნო თაობებისთვის უკვე დაზუსტებულია ამ 5 წმინდანზე ფაქტი, იმიტომ რომ არაზუსტი იყო მათი დაკავების ფაქტი, მათი საავადმყოფოში გადაყვანის, მათი დაკითხვის და უამრავი ფაქტი იყო სხვადასხვა. ამ ფილმში ეს ყველაფერი უკვე დაზუსტა, რა თქმა უნდა, რესპონდენტების დახმარებით. დიახ, და ვიდრე ფართო საზოგადოება იხილავს ამ ფილმს, მანამდე ბეტყვით მაყურებელს, რომ დახურული ჩვენება იქნება, თუმცა ხვალ გაირკვევა უკვე საბოლოოდ გამარჯვებული, კონკრეტულად ამ კატეგორიაში საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში. ხო, საინტერესოა ძალიან. დიახ, და ანას მინდა დავუსვა შეკითხვა, ვიდრე ფართო საზოგადოება იხილავს ამ ფილმს და უფრო მეც გაიგებს ნაზარ ლეჟავაზე. თქვენ მოგვიყევით, ვინ იყო ნაზარ ლეჟავა და რა როლი აქვს მას ჩვენი ქვეყნის წინაშე? კი, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ ფილმის წარმატებას და მეც ბედნიერი ვარ, რომ მასში მონაწილეობა მაქვს მიღებული. ეხლა მინდა ვთქვა თვითონ ჩემი დამოკიდებულების შესახებ ამ ფილმის და პროექტის მიმართ. მე პროფესიით ისტორიკოსი არ ვარ და მანამდეც საინტერესო ეს არის, რომ მაინც და მაინც ბევრი არ მსმენოდა თავად აი მიტროპოლიტ ნაზარისა და მის გვერდით დახვრეტილთა შესახებ. და ამიტომ მე შევეცადა თვითონ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე დამენახა ამ კონკრეტული ისტორიული ფაქტის საფუძველმდებარე იდეა და უფრო ფართო კონტექსტი. აი ისტორიულად აქ ამოსავალი არის აი 1917 წელი და რევოლუცია რუსეთში, ხო? და ამ იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ხალხები ცარიზმის დამხობას შეხვდნენ ძალიან დიდი სიხარულითა და ახტაცებით, მათ შორის ქართველები და სწორედ ამან შექმნა წინაპირობა იმისთვის, რათა შემდგომ უკვე საქართველოს ეკლესიას მოეპოვებინა და გამოეცხადებინა ავტოკეფალია. ამისი მონაწილე იყო აი ჩვენის მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავაც და სხვათა შორის იგივე 1917 წელს როცა ავტოკეფალია აღდგა, ეს მარტში მოხდა. არის ასეთი ოქმე, რომელიც იმ დროინდელ რუსეთის დროებით მთავრობას მიემართებოდა და იქ ასეთი საინტერესო სიტყვებია ნათქვამი, რომ საქართველოს ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი და შემდგომ უკვე მისი ამ დამოუკიდებლობის თუ ავტოკეფალიის გამო გაუქმება არავითარ ძალას არ ექვემდებარებოდა და ეს იყო სრულიად არაკანონიკური და ისინი აღადგენდნენ ამ დამოუკიდებლობას. თუმცა სიცოცხლის ფასად დაუჯდა. კი, აი ხა ისტორიულად ესეც საინტერესოა, რომ იმავე პერიოდში გაიხსნა თბილისში ქართული უნივერსიტეტი და 1918 წელს ჩვენ ვიცით, რომ არსდება აი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ვითარება შეიცვალა და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც აი მიტროპოლიტ ნაზარის ბეძებს საუბრობთ, ასე ვთქვათ, 1921 წელს, როდესაც წითელი არმია შემოიჭრება და ხდება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, მერე 22 წელს საბჭოთა კავშირი იქმნება, ჩვენც ხვდებით თავად ამ საბჭოთა კავშირის
წევრი ქვეყანა. ეხლა თვითონ აქ საინტერესოა ბოლშევიკების დამოკიდებულება როგორი იყო, ხო? დამოკიდებულება არის მკვეთრად ანტირელიგიური და იდეოლოგია არის ათეისტური იდეოლოგია და მიზანს წარმოადგენდა რელიგიის გავლენის მაქსიმალური შესუსტება და ასევე ახალი ტიპის ადამიანის შექმნა. ეგ უნდა ყოფილიყო ახალი სოციალისტური ადამიანი. და ამისთვის მიმართავდნენ ისინი სამღვდელოების დევნას, მათ დახვრეტას, ეკლესია-მონასტრების დახურვას და ასე შემდეგ. ეს ერთი მხრივ, მაგრამ მეორე მხრივ, აი ამასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, საბჭოთა რეჟიმს ჰქონდა ასეთი იდეა, ეს იყო ერთიანი საბჭოთა ხალხის იდეა, რომელშიც ჩახშობილი უნდა ყოფილიყო ეროვნული იდენტობა, ეროვნული ღირებულებები, ასევე დამცრობილი უნდა ყოფილიყო ეროვნული განსხვავებები. და ერთი ნაჟზარ ლეჟავაც ვისთანაც უშუალოდ კავშირში იყო, აი ამბროსი ხელაია რო ავიღოთ კათოლიკოს პატრიარქი, ხო? კი, უდიდესი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიტყვებია ზოგადად ცხოვრებაში, მას რა ციტატაც მიეწერება, რომ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის გული საქართველოს, ხოლო სხეულს რაც გინდათ ის უყავით. აი 22 წელს, აი ეგეც საინტერესოა. მიმართავს ამბროსი ხელაია გენუის კონფერენციას, ანუ საერთაშორისო საზოგადოებას და ძალიან მძიმე სიტყვები არის ამ მემორანდუმში ნათქვამი. ნათქვამი არის, რომ ერს და ქართველი ერი იგულისხმება ამაში, უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას. მას უბილწავენ მამაპაპურ ეროვნულ კულტურას, უბღალავენ წმინდათა წმინდა სარწმუნოებრივ გრძნობას და ასევე ნებას არაძლევენ თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება, კი? და ამ მემორანდუმში ამბროსი ხელაია მოითხოვს ასევე დაუყოვნებლივ საოკუპაციო ჯარების გაყვანას. და საინტერესოა ის, რომ ნაზარ ლეჟავაც ხელს აწერს ამ მემორანდუმს და მე ეს იმიტომ დავასახელე, რომ ეს მემორანდუმი აჩვენებს ბრწყინვალედ ერთ რაღაცას, რომ სარწმუნოებრივი იდენტობა და ეროვნული იდენტობა ერთმანეთთან არის განუყოფლად გადაჯაჭვული. და მებრძოლი, აი ბოდიში ამასაც ვიტყოდი, მებრძოლი სარწმუნოებისთვის ამავდროულად არის კი ეროვნული თვითმყოფადობისთვის მებრძოლიც. და აი ნაზარ ლეჟავაც ამ მატრიცაში თავსდება. ფილმს რო დაუბრუნდეთ ახლა კონკრეტულად, იცით, აი მე ესეთ შეკითხვა მაქვს, ნახეთ. აი ინტერესი ამ დასავლეთის, ხო? ეხლა მე გოდერძისგან ვიცი, რომ ყველა ტურში ჟიური იცვლება და სხვადასხვა ჟიურია, ანუ მეოთხედფინალში სხვა ჟიური ნახულობს, ნახევარფინალს სხვა ჟიური ნახულობს და ფინალს სხვა ჟიური ნახავს და გამარჯვებულს გამოანის. ანუ ამ თემაზე რამდენი რამ დაწერილა, რამდენი რამ გადაღებულა, არა მხოლოდ ქართული, ხო, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, პოსტსოციალისტურ ბანაკში, ხო, ქვეყნები, დასავლური ქვეყნებიც იღებ. აი თქვენი აზრით, როგორც ფილოსოფოსი, როგორც ადამიანი, რომელიც მონაწილეობდით ამ ფილმის გადაღებებში უშუალოდ, რატომ არ კვდება ინტერესი და რატომ ცოცხლობს კიდევ ესეთი ინტერესი აი ამ თემის მიმართ დასავლეთში? კი. დიდი ჩვენთვის გასაგებია რაც იყო და ვინ იყო და ნაზარი რაც იყო და უდიდესი წმინდანი და უდიდესი მოღვაწე. აი დასავლეთის ინტერესი რატომ კიდევ ცოცხლობს? კი, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. აი მე ასე ვიტყოდი, რომ ნაზარ ლეჟავა და მისი მსგავსი ადამიანები, ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი. აი მისი მსგავსი ადამიანები ზოგადად კაცობრიობის განვითარებაში არიან მნიშვნელოვანი და რატოა ეხლა ესეც რო ვთქვათ. ეს ადამიანები ასე ვთქვათ, განასახიერებენ თვითონ ერის ან ეროვნულ ერთიანობას და ქმნიან რაღაც ერთიანობის სიმბოლოებს. ამავდროულად ისინი წარმოადგენენ რაღაც ეროვნულ შემაკავშირებელ ძალას და ეს არის ის საფუძველი, საყრდენი ან კლდე, ხა კლდე ძალიან ღრმა ქრისტიანული სიმბოლოა, რომელზეც ფუძნდება შემდგომ უკვე თავისუფლება და დამოუკიდებლობა. და აი თავად ეს სიკვდილიც და ეს კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, ვიწროდ ეროვნული არ არის, რაღაც საკაცობრიო ფენომენი, არ არის მხოლოდ ფიზიკური რამ. არამედ ამ სიკვდილს აქვს მეტაფიზიკური განსომილება, რაც ყველა ადამიანისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ეს არის დიდი აქტი, დიდი მოვლენა, რომელზეც შემდგომ უკვე დაშენდება შენი თავისუფლება და შენი დამოუკიდებლობა. აი რუსაველს რო აქვს ნათქვამი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანიო და აი ეს სახელოვანი სიკვდილი კაცობრიობის ყველა კუთხეში მგონი მნიშვნელოვანია და მე ახლა ცოტა ფილოსოფიურად ასე ვიტყოდი და ზოგადად რომ ადამიანი საერთოდ დაფუძნდა და აზროვნება დაფუძნდა ვერტიკალურად. ახლა ეგ რას ნიშნავს? როდესაც შენ მიმართული ხარ რაღაც მაღალზე და ამის ფონზე, ამ დიდი იდეის ფონზე, ეროვნული იდეა იქნება სულიერი იდეა, რაც ამ შემთხვევაში ერთმანეთთან ღრმა კავშირში იყო. ამის ფონზე შენ ივიწყებ შენს ვიწრო არსებობას და შენ არ დაუდებ შენი ხორციელი არსებობის განვითარებას. ახლა ამის კონკრეტული მაგალითები რაც ფილმში შევიდა.
1924 წელს, როდესაც ნაზარ ლეჟავა მიტროპოლიტი და მასთან ერთად 4 სასულიერო პირი, როდესაც დააკავეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დღევანდელი სოფელ როდინაულში, როდესაც მრევლმა თხოვა მათ, რომ ეკურთხებინათ ტაძარი, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისთვის, რომ ბოლშევიკებს ისინი უნდა დაეხვრიტათ. ეს რომ არა, სხვა რაღაც თარიღი ხომ აუცილებლად იქნებოდა. იმიტომ რომ ნაზარ ლეჟავას, რომელიც ჯერ კიდევ 1905 წელს ერთ-ერთი იდეის ავტორი იყო, რომ საქართველოს ავტოკეფალია აღდგენილიყო, მას ვერ პატიობდნენ სწორედ. ამიტომ აქ დაიწყო ერთი ამ წმინდანობისკენ, ასე ვთქვათ, გაუაზრებელი გზა. ის ხომ არ ფიქრობდა, რომ წმინდანი იქნებოდა თუ ამ გზას გაივლიდა. უბრალოდ მან ზვარაკად მიიტანა სამშობლოს და რელიგიის დამოუკიდებლობა და თავისუფლება სამჟავროზე, ასე ვთქვათ. და როგორი რაღაც არის, იცით? ასეთი ადამიანების ცხოვრების დეტალები ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ყოველთვის დაზუსტებული, უნდა იყოს სრულყოფილი და ამას ემსახურება კიდევ ეს ფილმი, რა თქმა უნდა. ეს არის მიზანი ამ ფილმის, რომ დღეს ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახოს ამ დიდი ადამიანების ღვაწლის. და კიდევ ერთი, როდესაც ყველაფერი დავაზუსტეთ, ანა ძალიან დიდი მადლობა და ყველა იმ რესპონდენტს, რომელმაც ამ გადაცემაში მთხრობელი სახით მიიღეს მონაწილეობა და ამას მაყურებელი 19 დეკემბერს ნახავს იმედის ეთერში. ველოდებით, ხვალინე, მე გამარჯვებას ველოდები უკვე.